საკრებულოს პირველი სხდომები ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში 14 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო. ნომერ 37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით ახალციხეში სხდომა 10 საათზე დაიწყება, რა დროსაც თვითმმართველი თემის საკრებულოს წევრები ოფიციალურად დასახელდებიან. თვითმმართველი ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წევრების წარდგენა კი ამავე დღეს 15 საათზე მოხდება. თეა გავაშელი ამბობს, რომ სხდომის გახსნისას იგი წევრებს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს წარუდგენს და მათ შემადგენლობას დაასახელებს. შეგახსენებთ, რომ ახალციხეში როგორც თვითმმართველი ქალაქის საკრებულოში 5 მაჟორიტარული და 10 პროპორციული სისტემით არჩეული წევრი შევა, რომელიც 3 პარტიის ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობისა და ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდება. რაც შეეხება თვითმმართველი თემის საკრებულოს საკანონმდებლო ორგანოს 15 მაჟორიტარული და ამავე რაოდენობის პროპორციული სისტემით არჩეული წევრი ეყოლება, თუმცა მათ შემადგენლობაში მხოლოდ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შევლენ. ჩვენ ვხსნით სხდომებს და დანარჩენს უკვე ისინი აგრძელებენ. შემდეგ პროცედურები, როგორც სხდომის წესი არჩეული იქნება, სხდომის უხუცესი წევრი გააგრძელებს ჩვენი გახსნის შემდეგ სხდომას, იმიტომ რომ ეს უკვე თვითმმართველი საკრებულოს პრეროგატივა.